მოგესალმებით ჩემო ზირფოსო მეგობრებო, დღეს იმდენად საინტერესო ვიდეო გელოდებათ თქვენ, რომ აი მოიმარაგეთ პოპკორნი, მოიმარაგეთ სასუსნაოები და კარგად ჩაუჯექეთ ჩემ ვიდეოს, რადგანაც დღეს ჩვენ უნდა ვისაუბროთ მე-20 საუკუნის და ზოგადად 21 საუკუნის მთავარი ელიტარული ოჯახის მთავარ ფიგურაზე, რომელს სახელსაც უკავშირდება არაერთი შეთქმულების თეორია, არაერთი კონსპირაცია და მრავალი სხვა. დღეს ჩვენ ვისაუბრებთ მეგობრებო იაკობ ბარონ დე როტშილდზე, ყველაზე გავლენიან ფიგურაზე ალბათ მე-20 საუკუნეში. და სხვადასხვა უნდა განვიხილოთ ძალიან საინტერესო ვიდეოა ქუჩაში ინფლუენსერები თუ რომელიღაცა მედიის წარმომადგენლები აჩერებენ, რენდომად აჩერებენ, წარმოგიდგენთ ბარონ როტშილდს. ან რენდომად ესე რა, წარმოგიდგენთ ტიპი მონაწილეობს რაღაცა ისრაელის შექმნაში, დეპოპულაციები, იქ რაღაც ამერიკული საბანკო სისტემების გავლენები, ინვესტიციები, ტექნოლოგიები, რაღაც ყველაფერი მას უკავშირდება და რენდომად ქუჩაში ხდება ორი ჟურნალისტი და ეხლა ძალიან საინტერესო ვიდეო რეაქცია იქნება. თან უნდა განვიხილოთ ბიოგრაფია, თან ეს კონსპირაციები, ყველაფერი რომელიც უკვე ეპშტეინის იმის რა ქვია საქმეების მე უკვე აღარავის გონიებით რომ რასაც ვლაპარაკობდით სიმართლე აღმოჩნდა და ძალიან საინტერესო ვიდეო გელოდებათ, ასე რომ დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერეთ არხი, გაუზიარეთ ეს ვიდეო მეგობრებს და მოდი ჩავუჯდეთ ამ ყველაფერს. ეხლა რა ხდება მეგობრებო, ქუჩაში ორი ტიპი აჩერებს ბარონ როტშილდს, წარმოიდგინეთ, უსმინოთ და გადაგითარგმნით რა ყველაფერს, მაგრა იკაიფებს და დამიჯერეთ. I was just asking a few questions if I may for the camera. None at all? No. I just wondered what you thought about the current austerity plan that we're going through in this country. ტიპი გამოშტერა. ანუ ეს არის პირველი შემთხვევა, როდესაც ბარონ როტშილდზე ესე მივიღა, არ ვიცი რანაირად გამოეპარა თან დაცვის წევრებს, ან ვინებიც მასთან ერთად იყვნენ, ან ვინების ფარველობენ, ხო, ზოგადად ეხა ამ დონისა და ამ ავტორიტეტის კაცი. ეხა ეს ქუჩაში რაღაცა ლონდონში რო ქუჩაში გაივლის და ორი ჟურნალისტი მოდის და იმას გეუნებია, რომ შენ ოჯახის წევრებს უკავშირდებათო ამ ხელა საქმეებიო მსოფლიოშიო და რა აზრის ხართ ამ ყველაფერზე რა და მოდი ვუსმინოთ. ამე არ უყურებო ჩემს წარმომავლობასო და არ მინდა მაგაზე საუბარიო რა, ფესვებზეო რა. You don't think so? But you're a Rothschild. როგორ არ ფიქრობ შენ როტშილდი ხარო ეხაო და? Did you have knowledge of such things such as finding ყველაფერზე, ანუ თქვენო ყველაფერზე წლომა და განათლება გაქვთო რა, ინფორმაცია, იმიტომ რომ თქვენო ყველანაირ ფინანსურ გარიგებებში მონაწილეობთ, რაც უკავშირდება საერთოდ რავი, სოფლიოსო და ბრიტანეთსო. finances? ფინანსები. Next time. New World Order, Mr. Rothschild. Right. New World Order. ახალი მსოფლიო წესრიგი, Mr. Rothschild. Depopulation. დეპოპულაცია, სახეზე დააკვირდით, სახეზე. სახეზე დააკვირდით რეაქცია. Oh, listen, who are you? Genocide. გენოციდიო? Who are you televising for? ვის წარადგენთო რა, რომელი ტელევიზიას აშუქებთო? Well, we're independent ჩვენ დამოუკიდებლები ვართო რა. Yeah. filmmakers. But you have nothing to say, Mr. Rothschild. დატოვა რა, ეხა წარმოიდგინეთ რა, აი როტშილდი გიდგათ წინ, ბარონ დე როტშილდი, ყველაზე გავლენიანი ფიგურა საერთოდ რა. ბანკები, ინვესტიციები რაღაცა და პირდაპირ ტიპს ეუნები ესეთ რაღაცას, რომ დეპოპულაციაო, აი ბრიტანეთში რაც ეხა ხდება, ხო? მასობრივი მიგრაცია, ღია საზღვრები, დეპოპულაცია, ყველაფერი აბსოლუტურად რა, რაც კი უბედურება, ეხლა რაც ევროპაში ხდება და უკავშირდება როტშილდებს, რატო რომ უნდა დაასუსტონ ევროპა, რომ ევროპა რაც დასუსტებული იქნება, მით უფრო მარტივად მართავენ მას, ნუ ეს ძალიან მარტივია ეს თაში თვითონ ეხლა შემდგომ ვიდეოში მოგასვენებთ მაგ ყველაფერს ზოგადად იდეა რა, რატომ აკეთებენ ამას, ეს რა ძალიან საინტერესო. არც როტშილდებს და არც არავის, არც LGBT და არც ისინი ზოგადად არ ადარდებთ. მათი მთავარი პოინტი არის, რაც უფრო ნაკლებად მასკულანური იქნება ადამიანი და რაც უფრო დაცემული იქნება ყველანაირი ღირებულებისგან დაცლილი, მისი მართვა უფრო მარტივია. აფრიკელი მიგრანტები, მუსულმანები ეგენი, იმიტომ შეყავთ მათ, რომ ევროპული წინააღმდეგობა ჩახშვა, ნუ ეს უკვე ვიცი და ამაზე ახალი არაფერი არა. წამოგი, როტშილდა გაჩნდება ქუჩაში ბიჭო. Have a nice life, sir. აი როტშილდა რენდომად მიდის ქუჩაში და აი მოდი ორი წამი გადავახვიო და ესე რო ეკითხები, რომ ბარონ დე როტშილდ ზეგამდე ერთი 20 ლარი ხო არ გექნებათ? ასადმე რო ჩამერიცხოთ. ქართული რასაც გითხავ და უკვე პირველი ვიცი, მაგრამ აი ამათმა როგორ გაბედეს ის, რომ პირში უთხრეს ის, რასაც ჩვენ კამერებით ვაკეთებთ ამდენი წლის განმავლობაში, მართლა დიდი გამბედაობა ჭირდება. მაგრამ ამით არ ამოწურულა თემა. ეხლა მე მეგობრებო, სანამ ამ ყველაფერს გავაგზელებ, მინდა განახოთ აი ზოგადი სურათი შეგიხონოთ, ვინ იყო იაკობ როტშილდი. ეხლა ცოტა იუმორისტული, სარკასტული სცენგვერდზე რო გადავდოთ. იაკობ როტშილდი იყო ერთ-ერთი ყველაზე გავლენიანი ბრიტანელი ბანკერი და ინვესტორი, მსოფლიოში ცნობილი როტშილდების დინასტიის წევრი, მეგობრებო. ასე გამოიყურება როტშილდების გერბი, რო იცოდეთ.
ეს არ მე თუ გაივლით რა ბრიტანეთში ან რამე შენობასთან შეხვდებოდით ჩათვალეთ მალე უნდა გაიცალოთ მაგ ადგილს ჩემი რჩევა იქნება დაიბადა 1926 წელს ლონდონში გარდაიცვალა 2024 წელს ნუ ისე ბრიტანეთში განათლება ეტონ კოლეჯი უნივერსიტეტი ოქსფორდი გამთავრებული ტიტული ლორდია წოდებით ლორდი ყველაზე მინიმუმი ალბათ საქმიანობა და გავლენა მართავდა ოჯახის საინვესტიციო ფონდს Reed Capital Partners მუშაობდა ბანკინგში ენერგეტიკაში უძრავ ქონებაში ტექნოლოგიებსა და ხელოვნებაში არ იყო ჩრდილოანი მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელი ნახე ამას ხას რო უსო ChatGPT-ს ევასება რა ამ ყველაფრის მაქსიმალური აპოლოგეტიკა რომ ჩვენ რაღაცა კონსპირაციებს საფუძველი არ მივსეთ რა და ყველაფერს მითებად მოიხსენიებს იყო კორპორატიული ნახე რა დებილობას ამბობს ChatGPT ხა წაიკითხეთ რა არ იყო ჩრდილოვანი მსოფლიო ბანკის ხელმძღვანელიო და რეალურად იყო კორპორატიული ინვესტორი და ფინანსური სტრატეგიო აი მითხარით რა განსხვავება ეხა ამ ყველაფერში ტიპი თავის თავს დაუპირისპირდა იმისათვის რომ დაემტკიცა მისი სეკვენსია რაღაც აბსურდი კულტურა და ფილანთროპია იყო ხელოვნებისა და მუზეუმის დიდი მხარდამჭერი აქტიურად ოფინანსებდა ბრიტანეთის მუზეუმებს უნივერსიტეტს და ებრაულ კულტურულ პროექტებს well ეს ხო იცით რატომ არის ხშირად მითებში გახხოვული როჩილდების გვარი ხშირად ფიგურირებს სოფლიო ელიტის გლობალური ფინანსების კონტროლის ილუმინატების ეხლა მე აკითხვა დაუსი რომ ისრაელის სახელმწიფოს დაარსებას უკავშირდება როჩაილდს იმიტომ რომ ინტერვიუში რომელსაც ახლა თქვენ მოგასვენინებთ და აქ ახლა რა თქმა უნდა იყო ის ახლა დილეტანტური კი არა როგორ უყარს ახლა ChatGPT-ს უყარს ძალიან ოფიციალური ისენი რა ახლა რო არსად არ არის მოხსენიებული მსგავსი ახლა მოგასვენინებთ მაგას თუ არ არის მოხსენიებული არ მონაწილეობდა ისრაელის სახელმწიფოს დაარსებაშიო, მაგრამ როჩილდების ოჯახის ისტორიული კავშირი აქვს სიონიზმის ადრეულ ეტაპებთანო. საიდან მოდის ეს კავშირი? ხშირად იკარგება თაობები და ყველაფერი ერთ სახლში იყრის თავს. რეალური კავშირი მოდის სხვა როჩილდზე, ბარონ ედმონდ დე როჩილდი. ეს არის იაკობის ბიძა, აფინანსებდა ებრაულ კოლონიებს პალესტინაში. ეხმარებოდა მიწების შეძენას, სოფლების შექმნას და ინფრასტრუქტურის ზოგადად გაწყობაში. ეს ყველაფერი ხდებოდა ოსმალეთის იმპერიის დროს, ჯერ კიდევ ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე ბევრად ადრე. რა იყო რეალური საფუძველი ისრაელის შექმნის? ისრაელის სახელმწიფო შეიქმნა 1948 წელს შემდეგი ფაქტორების შედეგად. სიონისტური მოძრაობა, ბრიტანეთის მანდატი პალესტინაში, გაეროს გადაწყვეტილება და მეორე მსოფლიო ომის გეოპოლიტიკა. აი ამ ბარონზე გვაქვს მეგობრებო საუბარი, რო იცოდეთ. ეს არის ბარონ, ანუ ამ წინა როჩილდის წეგან ვინც ნახეთ, ვინც 2020-ში გარდაიცვალა, ვინც იყო ამის ძმისშვილი და ეს იყო მისი ბიძის ბიძა, ბარონ ედმონდ დე როჩილდი. ყველაზე გავლენიანი ფიგურა, აი რა ვიცი, როგორ შეიძლება დავახასიათოთ აგერ, აი ბრიტანულ იმეებში შეხვდებით მის სურათს. ამაზე თქვენ არსად ინტერნეტში ინფორმაცია დიდი არ გექნება და არ ChatGPT გეუნებათ, იმიტომ რომ ეს ყველაფერი უკავშირდება აკრძალული ისტორიას და სხვათა შორის ნაცისტებმა მე ამაზე ვიდეო მაქვს გაკეთებული. Jacob, thank you for coming. ნაცისტებმა როგორ დახურეს ამათი ისენი რა ქვია რა, ბანკები მთელ ევროპაში, საფრანგეთში, გერმანიასა და ავსტრიაში. ბარონ დე ლუი როჩილდი იყო, რომლებიც ნაცისტებმა დაიჭირეს და მერე რაღაც ძალიან დიდი გირაოს სანაცვლოდ განთავისუფლეს. ეხლა მოდი მოვისმინოთ ლორდ როჩილდის საუბარი ის როგორც ებრაელი, მისი რწმენები და მისი შეხედულებები ზოგადად რელიგიაზე და ისრაელზე. ნუ თავისი ოფიციალური მით ამბობს რომ ის იყო ათეისტი, მაგრამ ჩემიო წინაპრებიო და ბიძა ჩემიო და მამა ჩემი იყვნენ მორწმუნე სიონისტებიო რა, მაგრამ თვითონ აღიარებს რომ იყო სიონისტი ებრაელი. I know how proud you are to be Jewish. მე ვიციო რომ შენ რომ ებრაელი ხარო, ამით ძალიან ამაყობ. I know how Zionist you are. ასევე ზაიონისტი ხარო. ხო, ზაიონისტი რა არის ახლა რო იცოდეთ ახლა უყურეთ. ზაიონისტი არის რწმენა, რომ ისრაელის სახელმწიფოს შექმნის რწმენა. ნუ ეს მოდი ჯერ კიდევ 2000 წელია, რომ ზიონიზმი არის რომ ანუ ებრაელ ხალხს უნდა ქონდეს საკუთარი მიწა, ანუ ზიონიზმი მაგას ნიშნავს. მაგრამ მე ზიონიზმა განიცადა, სიონიზმა უბრალოდ ბოდიშით განიცადა უკვე ორ სხვადასხვა მიმართულება დაიყო რა. ანუ სიონიზმი როგორც ისრაელის სახელმწიფოს შექმნა და სიონიზმი როგორც დიდი ისრაელის შექმნა. ეს უფრო მოდიფიცირებული ვარიანტია და ეს უკავშირდება დღევანდელ ამერიკულ ელიტებს, რომლებიც ახლა ამერიკაში ლობირებენ. ეს სხვა თემა არის, მოდი ხა ჩვენ კლასიკურ სიონიზმს გავუყვეთ. And I know that it comes from the family, but it's also very personal for you. And I also know that you didn't grow up actually in a very Jewish environment. ანუ შენო ახლა მაინდა-მაინც იმაში არ ხარო, ებრაულ იმაშიო გასდილიო, ხო? So want to understand what does it mean for you to be Jewish? რას ნიშნავს შენთვის რომ ხარ ებრაელიო რა? I mean, if you look at my family history, my father, რო გადაავლოთ ჩემი ოჯახის ისტორიას და მამაჩემსო. although he wasn't religious, მაინდა-მაინც რელიგიური არ იყო ისო. he was interested in ის Jewish იყო life. დაინტერესებულიო ებრაული ცხოვრებით. He was involved in Israel. ის გარეული იყო ისრაელის შექმნაშიო.
და ChatGPT-მ მითხრა დაახლოებით 4 წუთნახევრის წინ, რომ ისინი არ არიან ფიგურა, თავისი პირით აღიარებს ლორდ როჩილდი, რომ ისრაელის სახელმწიფო შექმნაშიც ისინი მისი ოჯახი მონაწილეობდა ბრიტანეთიდან. ეხლა მოდი სახე გონებით გავსაჯოთ, მეგობრებო, ყველაფერი. რას ნიშნავს ეს ყველაფერი? როდესაც ბრიტანეთმა მანდატი მიცა ებრაელებს, რომ უნდა წარმოქმნილიყო პალესტინის ტერიტორიაზე ორი სახელმწიფო, ნაწილი ისრაელი და ნაწილი პალესტინა, ეს ყველაფერი იყო ბრიტანეთიდან შეკვეთილი. ანუ ბრიტანეთის მანდატი, ბალფურის დეკლარაცია, რავი, წაიკითხეთ, ვინც არიცით, მანდ არის მოყვანილი ის, რომ გაეროს რეზოლუცია და ბრიტანეთის მანდატი. ვინ იყვნენ მაშინ ბრიტანეთში? ბარონ დენგრამო დროჩილდი და შემდგომ აი მისი ლორდი ბარონ როჩილდი, მისი გვარის გამაგრძელებელი. რაც იმაზე მიუთითებს ავტომატურად, ანუ კორელაციაში მყარდება, რომ ბრიტანეთის სამეფო ელიტაზეც კი ჰქონდათ თავარი გადაწყვეტილების მიღების საშუალება როჩილდებს. არათუ მარტო ბანკებზე კონტროლი, არათუ პოლიტიკოსებზე და აი სამეფო საზღვაო ძალები და სამეფო დინასტიები ნებიც იყო, იმათაც ჰქონდათ გადაწყვეტილება. არათუ კიდევ მაგაცებზე რომ უკვე გაეროზე და შემდგომ უკვე საერთაშორისო ორგანიზაციებზე. თავისი პირით ამოზე ხა მე თქვა ხო მოგასმეინე ზოგადად შეთქმულება აქ არაფერი არაა. He went to the Weizmann Institute often. He didn't bring his children up to be very aware of that. And აი და მაინც ისე არ გაზარდაო როგორც ისე იყო it რა. really wasn't until later in life, my early 20s, that I became close to my cousin, Mrs. James de Rothschild. ასე ჩემს ბიძაშვილთან დავახლოვდიო მე წინა საუკუნეშიო რა და სახელდა გვარს ამობს მისი ესეო როჩილდი იყო. Who was rather orthodox. და ის იყო უფრო მეტად ორთოდოქსი, უფრო მეტად ზაიონისტი ორთოდოქსი, ან მორწმუნე უფრო რა ამ ყველაფრისო. And she invited me to join the board of Yad Hanadi. და დამპატიჟაო რაღაც ბოვარდი იყო, ანუ რაღაცა კრება იყო, რაღაც ეგეთი ისა, რაღაც ჰანადის იმის. Which I did. და სადაც მე რა თქმა უნდა წავედიო, რა რიტუალური იყო. And that was more than 50 years ago. ეს იყო დაახლოებით 50 წლის წინო. ხო ისმის ამის ხომ მოიცა? ხო. And since then, და როდესაც the ვიყავიო, responsibility for which ასის he გალოროს ავიღო. trained me is one I've discharged to the best of my abilities. და იქო მე წოთნა ჩამიტარეს ono სულისამტყუო სიტყვის მნიშვნელობით, როგორი უნდა ყოფილიყავი, როგორ ზაიონისტი, ან როგორი უნდა ყოფილიყავი ამ საქმეშიო. მიხდით ხო ხა კონტექსტი რა არის ხა, რომ შენ შეიძლება რაღაც რწმენა დიდი ფული ქონდეს, გავლენების დიდი, მაგრამ ზოგადად ებრაელებს აქვთ ეგეთი ის, რომ სიონისტებს განსაკუთრებით, რომ ძალიან პატრიოტები არიან. და ანუ ეს ბარონის გადამოიყვანეს იმ აზრზე, რომ შენ თუ ესეთი გავლენიანი ხარ და მაგარი შენ მეტად უნდა გამოადგე ისრაელს. ეს იყო მისი მთავარი ეს ფოკუსი. And we now have 45 people in Jerusalem. და იქ 45 კაცი უკვე იერუსალიმში ყავდა, ეს საუბარი არის მეგობრებო ისრაელის სახელმწიფოს შექმნამდე. And a large number of projects. დიდი ციფრები ქონა პროექტებისო რა. მათ შორისო Project I've been now working on for 15 years, which is the new National Library in Israel. მათ შორის აი 15 წელია რაც ამ პროექტზე მუშაობთო, ისრაელის ეროვნული ბიბლიოთეკაო. So yeah, I'm deeply involved. Not so much because I'm religious. კიო, მეო, ყველაფერში ძალიან კარგად ვარ გარეულიო ამ თემებშიო. But because I have this wholly strong identification. აი, ნახე, აი ეს არის მთავარი. აი, მეგობრებო, აი ეს არის, ამაზე მე კიდე ამ სიტყვებზე მე ცალკე ვიდეო შეგიწერთ თქვენ. ზოგადად ებრაელები რატომ არიან ნიჭიერი ხალხი ზოგადად და რატომ არიან თან დამატებული ის, რომ აქვთ ებრაელის ნიჭიერება ისაზღვრება მისი დამოკიდებულებით საკუთარი ერის სახელმწიფოსადმი ისრაელისადმი. იმიტომ აქვთ დღეს სოფლიოში ყველაზე ძლიერი ლობი. და ნახე აქ რა თქვა ეხა, რომ ეს მე დამეხმარაო ეს პროცესიო, რომ მე გამეცნობიერებინა და დავახლოვებოდი ჩემს იდენტიფიცირებასო. და რატო არის ეხა ძალიან რატო არის ეხა მთავარი ეხა ეს ყველაფერი რაც ჩვენ მოვისმინეთ რა. მეგობრებო, როჩილდები მონაწილეობდნენ ნაპოლეონის ომების შემდგომ ყველა მნიშვნელოვან სოფლიო ომსა თუ მშვიდობაში. იქნებოდა ეს ძირითადად ანუ ევროპის იმაზე მატერიკზე თუ მის ფარგლებს გარეთ. როჩილდებს უკავშირდებათ ყველაზე დიდი ბანკები. პირადი აი მედიჩების შემდგომ პირველი ტრანზაქციული ფულადი გადარიცხვები და ზოგადად საბანკო სისტემები და ყველა აი რაც კი დღეს თანამედროვე სისტემა დგას, ამერიკის შეერთებულ შტატებში როკფელერები, ბრიტანეთში როჩილდები.
ნუ მე ეს გადატრიალდა უკვე ეს ყველაფერი, იმიტომ დღეს მაგალითად როჩილდების ოჯახი კონფრონტაციაშია მოსული სიონისტებთან. იმის და მიუხედავად რომ როჩილდი იყო სიონისტი. რატო აქ ძალიან საინტერესო თემა ის არის რომ დღეს ხომ ბრიტანეთში თავიდან ბოლომდე არიან ანგლოსაქსები. ანგლოსაქსები არიან მორგანები, როჩილდები, რომლებიც ებრძვიან რეფორმისტულ ვარიანტ სიონიზმის. რეფორმისტული ვარიანტი სიონიზმის არის, აი მაგალითად დღეს მაგალითად რაც არის ისრაელში. ეგ არის რეფორმირებული სიონიზმი. რომ იქ არის იდეა იმის შესახებ, რომ დიდი ისრაელი უნდა აღდგეს, რომ იქ უნდა იყოს დიდი რაღაცა სოლომონის ტაძარი და მთელი ეს ძალიან დიდი ესქატოლოგიები. და ბრიტანეთში მყოფი ისენი ხარ ეს როჩილდები ვინებიც იყვნენ, მათი მთავარი მოტივი ხა თვითონაც ხოლმე ბარონ როჩილდი, მე რელიგიურ საერთოდ არ ვიყავიო. ანუ ის თავს ებრაელად თulis დამით ამაყობს, მაგრამ არ არის ფიურლი ზიონისტი. ანუ წმინდა წყლის ზიონისტი არ არის მაინც. აი წმინდა წყლის ზიონისტი არის მაგალითად ჯარედ კუშნერი. ბიბინეთარი ხაო მაგალითად. აი ზიონისტი რო ჯერა რომ აი ისრაელის სახელმწიფო უნდა იყოს, იმიტომ რომ მარტივი პასუხი არსებობს ამ კითხვაზე. ბარონ დე როჩილდი და თვითონ ესენი ვინც ბრიტანეთში არიან, ისრაელში არ ცხოვრობდნენ საერთოდ. ანუ მაგათ ისრაელში მყოფი ხალხი ისე არ ადარდებთ, როგორც ისრაელში არსებულ სიონისტებს თავიანთი ხალხი. ანუ ესა ძალიან მარტივი ჭეშმარიტება. და დღეს იმიტომ არიან ეს ზიონისტები იმიტომ არიან ანგლოსაქსებთან დაპირისპირებაში. აი კუშნერები მაგალითად მორგანებთან. აი ლარი ფინკი მაგალითად ასევე ებრაელია და ასევე ბლეკროკის მთავარი CEO-ა, მაგრამ მას საერთოდ არ ადარდებს ისრაელი ისე როგორც ჯარედ კუშნერს. და ისე სხვა მაგალითად სიონისტი, თუნდაც ამერიკის შეერთებულ შტატებში მყოფ ძალიან დიდ სიონისტებს. აი ტრამპის უკანონების დგანან მაგალითად, ხო? ეგენი არიან დაპირისპირებაში. ოღონდ ორივე ებრაელი, ანუ იქაც ებრაელები არიან აქაც, მაგრამ ერთი არის ზიონისტი და მეორე უბრალოდ ფული ანგლოსაქსებს ადარდებთ ხოლოდ ფული და გავლენა, ანუ როჩილდებზე, ლარი ფინკებზე, ბლეკროკებზე, ვანგარდებზე, ანუ კორპორაციები ვინცა მაგათ ადარდებთ ფული და გავლენები სოფლიოში. ისრაელი ადარდებთ ზიონისტებს, რეფორმისტელ ზიონისტებს, მაგათ უწოდებ ვინებს, კუშნერები მაგალითად ედმონტონები მაგალითად, ტრამპის უკან ყოფილი მთელი ადმინისტრაცია თავიდან ბოლომდე. ის რო იყო ადელსტონები მაგალითად კიდევ კაი გამახსენე, ადელსტონები არიან ის ოჯახი, მთელი ეს იმის რა ქვია, სათამაშო ბიზნესის უკან და მთელი ეს კორპორაციები ვინების აქვთ ამერიკაში, რომლებიც ხარს უჭერდნენ ტრამპს რომ გამხდარიყო პრეზიდენტი. ანუ სიონისტებს და ანგლოსაქსებს ერთმანეთი ეზიზღებათ, მაგრამ ორივე არიან ებრაელები. ორივე, ერთი ათეისტი ებრაელები, ანუ ურწმუნო, რომელსაც რწმენა არ გააჩნია და მეორე მორწმუნო ებრაელები, ორთოდოქსი სიონისტები. ანუ სოფლიოში არსებობს ორი deep state. ნუ მერისიც მე მჯერა და რაც ამ კორელაციებიდან და ამ დასკვნებიდან მე გამოვიტანე, იმიტომ რომ დღეს ამერიკა და ევროპა დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან. ევროპა და ისრაელი დაპირისპირებაში არიან ერთმანეთთან, სხვადასხვა ძალიან ბევრ სხვადასხვა საკითხებში, მაგალითად პალესტინის საკითხი ხო რო აღიარა ბრიტანეთმა, საფრანგეთმა და გერმანიამ და მაგ ქვეყნებმა, ანუ აქ პირდაპირ ხელწერა იმის, რომ პირველმა ანგლოსაქსების deep state-მა დავალება მისცეს კაირ სტრამერს, საფრანგეთის მაკრონს და ევროპის სხვადასხვა ლიდერებს რო ეღიარებინათ პალესტინა, რატო? იმიტომ რომ ისრაელი გაეშავებინა და ისრაელთან დაპირისპირებაში ყოფილიყვნენ. დავის საგანი არის ეს მხოლოდ, მაგრამ ორივე მხარეს არის ერთი ხალხი. ერთი ხალხი იმ გაგებით რომ ერთია რონების, მაგრამ განსხვავებული შეხედულების. ანუ ძალიან მარტივია. აი როგორც ახლა მე ფეხბურთი მევასება, მე რო ვარ სიტის ფანი და ვიღაცა ადამიანი, რომელსაც მანჩესტერ იუნაიტედი ევასება. ორივე ვართ ქართველები, მაგრამ მე სიტი მევასება, იმას იუნაიტედი ევასება, მაგრამ ორივე ქართველი ვართ. ანუ ეს არის დაპირისპირება, ხვდებით? ეს არის საგანი. და აქ არის გაყოფილი, ბაბლებია გაყოფილი, გადანაწილებულია გეოპოლიტიკა. ჩინეთი, კანადა, ევროპა ერთი ბაბლში არიან, რუსეთი, ამერიკა და აღმოსავლეთი ისრაელი ერთ ლიგაში არიან. ოღონდ ამ ყველაფერს თქვენ ხედავთ პერიფერიულად, პროქსიომებით, ეკონომიკური სატარიფოომებით თუ სხვადასხვანაირი იმები, ხა პირდაპირ ხიშტები ერთმანეთზე არ აქვთ მიდებული, ვიდრე რომ თანამშრომლობენ კიდევაც, აი დავოსის მსოფლიო ეკონომიკურ ფორუმზე ეს გამოჩნდა, მაგრამ არის ძალიან ბევრი დაპირისპირება და იქნება კიდევ. იმიტომ რომ ეს ორი ოჯახი ებრძვის ერთმანეთს, ეს დიდი ორი ოჯახი და კიდევ ძალიან ბევრიანი არა, ხა ადელსტონები და როჩილდები განსაკუთრებით. ამიტომ მეგობრებო, ესია დაქსაქსული დღევანდელი მსოფლიო, ნუ გონიათ რაღაც ზღაპრები, რომ ვიღაც პოლიტიკოსები იღებენ, აგა თავისი პირით მოისმინეთ. ბარონ დე როჩილდი ამბობდა, რომ ისრაელი ჩვენ შევქმნითო და საერთოდ ყველაფერში ჩვენ მიგვიძღვისო როლიო. აგერ ჟურნალისტი იყო მისული, სადაც უთხრესო დეპოპულაციაო, გენოციდები და იმებს რო აწყობთო, ხო თქვენი გაკეთებულიო, და მაგ კითხვას თავი არედა და გაიქცა. ეს უნიკალური კადრები ხა ეს ბარონი გარდაიცვალა 2024 წელს. ძალიან მოხუცებულმა, ძალიან ღრმა ასაკამდე მიაღწია ხა ეგეთ ცხოვრება მომცა და მეც მივაღწევ, რატო ვერ მივაღწევ გავი. რამე ეკლდა ცხოვრებაში, რავი, ყველაფერი ქონდა. აქ უკვე ხოგან ფულზე აქ ლაპარაკი აღარ მიდის ხალხო, ფული არის, მართლა აი ღარიბების მენტალიტეტი რა, ეხა პირველ მილიონს რო ვიშოვე, ლამბორჯინის ვიყიდებ, აი ღარიბული მენტალიტეტია, პირდაპირ გეუბნებით რა.
რეალურად მართლა მდიდარი ხალხი მანქანებზე, სახლებზე და ეგეთებზე აღარ ფიქრობს რა. დამიჯერეთ. იმათ ადარდებთ ქვეყნები, ორგანიზაციები, სახელმწიფოები და იმისთვის ხა მილიონს მოაკლებთ თუ მილიონს მიემატებს უცალფეხაზე კიდიათ. ანუ 200 მილიონის მერე ფული უკვე არის ჯეტიაში ჰესოიამს რო შეიყვანდი უკვე და ან მუღამი ყველანაირი რო გეკარგება. მერე кайფობს სხვა რაღაცაებით რა. მოდი იქ ომს დავიწყებ, მოდი ეხა იმას ესე გავაძლიერებ, მოდი ეს ამას მოვხოდავ იმას. აბა თქვენ რა გონიათ? ბუგატი ვეირონშიც რო ჩაქსვათ ეხა. და რავი პაგანი ზონდაშიც მოგბეზდებათ ერთ კვირაში. რაც არ უნდა მაგარი ხალი ჩაგიწვინოთ ლოგინში ეგეც მოგბეზდებათ. რაც არ უნდა მაგარი საჭმელი გაგასინჯოთ ეგეც მოგბეზდებათ და რაც არ უნდა მაგარი სათიგა ეგეც მოგბეზდებათ. ანუ ყველაფერი მობეზდებადია, მაგრამ იმით უკვე, როდესაც შენ სხვა ადამიანებზე ზემოქმედებ და შენი ის ფული არის უკვე არბიტრალურად როგორც გავლენის მთავარი ან კომპრომიტირებელი მთავარი ატრიბუტი, ამ შემთხვევაში უკვე ფულს აქვს სხვა დანიშნულება. ანუ ეს არის ამ ყველაფრის არითმეტიკა ხალხო და რავი ეხა ხო გეუბნებით ეგ ჩვენ გონია ეხა რომ აი იმ პირველ მილიონს რო ვიშოვი რაღაც იმას ვიზავე ამას დამიჯერეთ რა გე ტიპები მოლოხისა და ბალის კულტზე შეწირებს ატარებდნენ ძმაო მაგაზე ვიდეოს მე შეპირებული ვარ მე უეჭველი გადავიღებ მე ვიცი კომენტარებში იყო დაწერილი მეგობრებო ბევრი მე არ დამიწყებია მაგ თემებს მე კიდევ ახლა ამ დღეებში კარგად უფრო შევისწავლი გავყვები ბიბლიიდან გავყვები კანონური თუ ძველი ებრაული სხვადასხვა ლიტერატურებიდან მე ამ ყველაფერს თქვენ დეტალურად განახებთ მოგიყვებით და ზოგადად წარწმენა წარმოდგენებზე და აი ძველ დროში თუ იყო მაგალითად ბაალის კულტი და ბავშვებს წირავდნენ მსხვერპლად რა ეზოთერული კავშირები აქვს მას ახლა თანამედროვე მსოფლიო ელიტებთან რომელსაც ეს ყველაფერი ბრჭყალებში სამწუხაროდ გონიათ გამაჯანსაღებელი თუ სხვადასხვანაირი საშუალებები და რაღაც მარადიული სოციალის მიმცემი და რაღაც ხაპრები რავი დალაიქეთ მეგობრებო ვიდეო გამოიწერთ არხი ვიცი რომ დიდი ინტერესი იყო როჩილდების შესახებ თუ უფრო დეტალურად გაინტერესებთ ბარონების შესახებ ისტორიები ცალკე შეგიძლიათ წაიკითხოთ მაგრამ ეხა ბევრი ინფორმაცია არ დევს ამაზე ხალხო ეს მე რა ვიდეოების განახეთ არის შეზღუდული ლიმიტი ხა მაგათ მეტი არა ჩემი ტერი TikTok-ი და YouTube-ები კი არა აქვს რომ გამოგილაგო ჩემსავით ყველაფერი გულწრფელად გელაპარაკოთ არა ძალიან მწირე მასალაა მე რაც შევძელი ყველაფერი გადმოვიცი და ლუსტრაცია და ილუსტრაცია მომეხდინა ყველაფრის ავი დანარჩენი თქვენ შეაფასეთ იყავით ადეკვატურები დალაიქეთ ვიდეო გამოიწერთ არხი და კომენტარებში ადეკვატურობას გულისხმობ თორე ჩემი ყველა გამომწერი რა თქმა უნდა ადეკვატურია თავიდან ბოლომდე და მადლობა ყურადღებისთვის ზოგადად რომ ისმენთ ალაიქებთ ვიდეოს და ესეთი მხარდაჭერა ჩემს მიმართ გაგაჩნიეთ რომ ძალიან ბევრი ნახვები გვიგროვდება 150,000 გამომწერს გადავწდი და ესე ძალიან მაგარი ციფრია, ასევე პოდკასტების მეორე არხი მაქვს, რომელსაც აი საფხულიდან ალბათ მოვხოდავ და ჩემი ვიდეოები TikTok-ზე და სხვაგან იდება ზოგადად, მაგრამ რო იცოდეთ, მე არ ვდებ, სხვები მიდებენ TikTok-ზე და იმებზე. ამიტომ მე YouTuber-ი ვარ და მაქვს ორი არხი. რავი, დალაიქეთ ვიდეო, გამოიწერთ არხი და დროებით მეგობრებო, მადლობა ყურადღებისთვის.